ლიბერალურ ამერიკაში ისეთი პანიკაა, ცისარტყელას დროშებში შეფუთული პროპაგანდისტები ერთმანეთს ასწრებენ კონსერვატიულ რელსებზე გადახდომას. კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში LGBT პროპაგანდის ფლაგმანები იყვნენ, დღეს ეგრეთ წოდებული ვოუკიზმის იდეოლოგიას ემიჯნებიან და საზოგადოების გარყვნილებისაგან დაცვის აუცილებლობას ქადაგებენ. მაინც რა ძალა ჰქონია პრეზიდენტის ინსტიტუტს და ზოგადად პოლიტიკას ამერიკაში. ტრამპი ჯერ თეთრ სახლშიც არ შესულა და უკვე LGBT პროპაგანდის ისეთი გიგანტი, როგორიცაა დისნეი, ლიბერალურ სტანდარტებზე უარს ამბობს და ანიმაციური ფილმიდან, რომელიც თებერვალში უნდა გამოვიდეს ეკრანებზე, ტრანსგენდერულ სცენებს იღებს. საუბარია მრავალსერიან მულტიპლიკაციურ ფილმზე სახელწოდებით „გამარჯვება ან დამარცხება“, სადაც პირვანდელი სცენარით ცისარტყელას ფერებში შეფუთულ პერსონაჟებს ბავშვების ტვინების გარყნა ჰქონდათ დავალებული. პრემიერამდე ერთი თვით ადრე კი დისნეის ხელმძღვანელობას უეცრად ერთ წამში თვალი აეხილა და თავიანთი შექმნილი გაუკუღმართებული პერსონაჟები და ფილმის მთელი სცენარი თავდაყირად დააყენეს. გეი ფრენდლი პოზიციები ერთი ხელის მოსმით სადღაც გაქრა და მემარჯვენე პოზიციებზე გადაბარგება დაიწყეს. თუ დავუშვებთ, რომ ტრამპი და მისი ანტი-LGBT პროგრამა არაფერ შუაშია, მაშინ უნდა დავიჯეროთ, რომ დისნეის მესვეურებს მისტიური ზიარება დაემართათ და ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყათ, რომ დიდ ცოდვას ჩადიან და სასწრაფოდ მსოფლმხედველობა აქვთ შესაძლებელი. სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია, რომელ ბზიკს უნდა ეკვილა ამ გარყვნილების ერთ-ერთი მთავარი კორპორაციის დირექტორებისთვის. ძალიან საინტერესო იყო თუ როგორ ახსნეს დისნეიში თავიანთი სასწაულებრივი ფერისცვალება და ფილმის სცენარის გადაკეთების აუცილებლობა. დისნეის წარმომადგენლის განცხადებით, როცა საქმე ეხება ახალგაზრდა აუდიტორიისათვის განკუთვნილ ანიმაციურ ფილმს, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ჩვენ გვესმის, რომ ბევრ მშობელს ურჩევნია გარკვეული თემების შესახებ ინფორმაცია შვილებს თავად მიაწოდონ, თან ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად და მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლიანო. მოდით და ნუ დაიჯერებთ ამის შემდეგ სასწაულებრივ ტრანსფორმაციას. კომპანია, რომელმაც სულ 1 წლის წინ შექმნა უამრავი ჰომოსექსუალი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი პერსონაჟი, დაამახინჯა და გარყვნილ გენდერულ იდეოლოგიას მოარგო კონკია, ყინულის დედოფალი, არიელი და ასე შემდეგ, დღეს აცხადებს, რომ თურმე მშობლების პრეროგატივა ყოფილა შვილებისათვის პიკანტურ თემებზე ინფორმაციის მიწოდება. ასე თუ გაგრძელდა, მალე შეიძლება მშობლები აღარც დააპატიმრონ იმის გამო, რომ მცირეწლოვანი შვილის ტრანს ოპერაციას შეეწინააღმდეგებიან. მოკლედ, როგორც გაირკვა, ყოფილი ტრანსი პერსონაჟები მულტფილმში დარჩებიან, უბრალოდ საბოლოო ვერსიაში ჯანმრთელი ჰეტეროსექსუალები იქნებიან. ვის დაამწუხრებდა ეს ამბავი პირველ რიგში? რა თქმა უნდა, ტრანსგენდერებს. ყველაზე მეტად კი ტრანსგენდერი მსახიობი ვითომ ქალად გადაკეთებული ახალგაზრდა ბიჭი შანელ სტიუარტი აღშფოთდა, რომელსაც ანიმაციურ სერიალში ტრანსგენდერი პერსონაჟი უნდა გაეხმოვანებინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტიუარტი გახმოვანებაზე მაინც დატოვეს, ის მთელი LGBT თემის გასაგონად ყოველ დღე გულის ამაჩუყებელ ინტერვიუებს იძლევა იმის შესახებ, როგორ უსამართლობის მსხვერპლი გახდა და რა უბედურია იმის გამო, რომ ტრანსგენდერის ნაცვლად ცისგენდერი, ანუ ნორმალური 14 წლის გოგონა უნდა გაახმოვანოს. დისნეისგან განსხვავებით, ამ პომადიან ბიჭს, როგორც ჩანს, ჯერ ვერ გაუგია, საიდან უბერავს პოლიტიკური ნიავი. თუმცა ტრანსგენდერები ალბათ ყველაზე გვიან მიხვდებიან ამას. ორ პირქარში რომ აღმოჩნდებიან, მაშინ. Walt Disney-ის კომპანია, ცნობილი როგორც Disney, ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ამერიკის გასართობ ინდუსტრიაში. დაარსებული 1923 წლის 16 ოქტომბერს კალიფორნიაში Walt Disney-ისა და Roy Disney-ის მიერ, როგორც ძმები Disney-ების მულტიპლიკაციური სტუდია. თუკი მანამდე მხოლოდ მულტფილმებს იღებდნენ, შემდეგ უკვე სხვადასხვა სტუდია დაამატეს, როგორებიცაა თეატრის, კინოს, მუსიკის, რადიოს, საგამომცემლო და ინტერნეტ მედია. ამჟამად იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ჰოლივუდურ სტუდიას 11 თემატური პარკისა და 2 აკვაპარკის, ასევე ტელერადიო მაუწყებლობის რამდენიმე ქსელის მფლობელს, რომელთა შორის ასევე არის ABC-ის სატელევიზიო არხიც.
ბევრისთვის საყვარელი და ზღაპრული სამყაროს შემქმნელი Walt Disney-ის კომპანია წარმატებული ბიზნეს მოდელია, რომლის წლიურმა შემოსავალმა 2019 წელს 70 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 11 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები კი 194 მილიარდი დოლარი იყო. დიახ, შემოსავლის გათვალისწინებით ის ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია მსოფლიოში. Walt Disney-ის რეკორდი დღემდე ვერავინ მოხსნა, ის 22 ოსკარის მფლობელია. თუმცა ყველაზე მაღალ შემოსავლიან Disney-ს, როგორც ჩანს, მზარდი მოგება და გავლენები არ აკმაყოფილებდა და წლებთან ერთად გარყვნილების გავრცელებასაც შეუდგა. სწორედ Disney აღმოჩნდა ის უმსხვილესი კომპანია, რომელმაც LGBT იდეოლოგიას საკუთარ ანიმაციებში ფრთები შეასხა და უამრავი ჰომოსექსუალი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი პერსონაჟი შექმნა. თავისთავად ჯანსაღმა საზოგადოებამ უარყო Disney-ის LGBT პოლიტიკა და სერიოზული ზეწოლაც განახორციელა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2022 წელს Disney-ის თათბირის ონლაინ კადრები იქნა მოპოვებული. ვიდეო ჩანაწერში თანამშრომლები ერთმანეთს უზიარებდნენ წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ გაეძლიერებინათ და გაეზარდათ LGBT პერსონაჟები საკუთარ ანიმაციებში. ისინი ფაქტობრივად არც მალავდნენ იმას, რომ ბავშვთა პროგრამებში გეი დღის წესრიგს ნერგავდნენ. ჩვენ ამოვშალეთ ყველა გენდერული მისალმება და მიმართვა ჩვენს გამოსვლებში. ამიტომ ჩვენ აღარ ვიყენებთ სიტყვებს ქალბატონებო და ბატონებო, ბიჭებო და გოგონებო. ჩავატარეთ ტრენინგი ყველა ჩვენს მსახიობთან, ვისაც კი ამ თემასთან შეხება ჰქონდა. ახლა ყველა მიცის, რომ უნდა გამოიყენონ შემდეგი წინადადებები. როგორიცაა გამარჯობა ყველას ან მოგესალმებით მეგობრებო. მაშინ, როდესაც ნათელია, რომ 20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში დონალდ ტრამპი ბრუნდება, მთელი ფსევდოლიბერალური დასავლეთი და LGBT პროპაგანდისტული გიგანტი კომპანიები სხვადასხვა მიზეზების გამოგონებით ერთმანეთის მიყოლებით ემშვიდობებიან ეგრეთ წოდებულ ვოუქიზმის იდეას და დეი პოლიტიკას. მანამდე LGBT დღის წესრიგის გამტარი Disney ფსევდოლიბერალურ სტანდარტებზე უარს ამბობს და ანიმაციური ფილმებიდან, რომელიც ეკრანებზე თებერვალში უნდა გამოვიდეს, ტრანსგენდერულ სცენებს იღებს. საუბარია რამდენიმე სერიან მულტიპლიკაციურ ფილმზე სახელწოდებით გამარჯვება ან დამარცხება, სადაც Disney-ის სცენარისტები ტრანსგენდერული იდეოლოგიით ბავშვების მყიფე გონებაზე თავდასხმას და მათ გადაგვარებას აპირებდნენ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, აქამდე უმსხვილესი LGBT პროპაგანდისტი კომპანიის ხელმძღვანელობამ ფსევდოლიბერალური რელსებიდან გადასვლა დაიწყო და თავიანთი შექმნილი გაუკუღმართებული პერსონაჟები და ფილმის მთელი სცენარი თავდაყირა დააყენა. ყველაზე მთავარი ამ ამბიდან ალბათ ის არის, რომ კომპანია, რომელიც აქამდე LGBT პროპაგანდის ტირაჟირებით იყო დაკავებული და ბავშვებს გაუკუღმართებული ცხოვრების წესს პირდაპირ გონებაში უნერგავდა, ახლა თურმე მიიჩნევს, რომ აჯობებს ასეთ სენსიტიურ თემებზე თავად მშობელმა მიაწოდოს საკუთარ შვილს ინფორმაცია. როცა საქმე ეხება ახალგაზრდა აუდიტორიისთვის განკუთვნილ ანიმაციურ ფილმს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბევრ მშობელს ურჩევნია გარკვეული თემების შესახებ ინფორმაცია შვილებს თავად მიაწოდონ, თან ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად და მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლიან. გამარჯვება ან დამარცხება ამერიკული საბავშვო ანიმაციური სერიალია, რომელიც წარმოებულია Pixar Animation Studios მიერ. სერიალი მოგვითხრობს შერეული საშუალო სკოლის softball-ის გუნდის სახელად Pickles შესახებ, რომლებიც მთელი ძალებით ემზადებიან ჩემპიონატის ტიტულისათვის, გადამწყვეტ მატჩამდე ერთი კვირით ადრე. ყოველი 20 წუთიანი ეპიზოდი ფოკუსირებულია სხვადასხვა პერსონაჟის თვალით დანახულ პერსპექტივაზე. თავად შემქმნელებმა ანიმაცია ვითომ სიყვარულთან, მეტოქეობასთან და იმ გამოწვევებთან დააკავშირეს, რომელთა წინაშეც ცხოვრებაში ყველანი ვხვდებით, თუმცა ეს რომ შეფარული პროპაგანდა არ ყოფილიყო, ხელმძღვანელობა ბავშვთა სერიალში არსებულ LGBT იდეოლოგიაზე უარს არ იტყოდა. როგორც კომპანიაში განმარტეს, ანიმაციაში პერსონაჟი რჩება, თუმცა სცენარში მანამდე არსებული რამდენიმე დიალოგის ტრიქონი, რომელიც გენდერულ იდენტობაზე მიუთითებდა, უბრალოდ წაიშლება. და თქვენი აზრით, პირველ რიგში ვის აღაშფოთებდა ეს განცხადება? რა თქმა უნდა, საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ ტრანსგენდერებს, რომლებსაც ერთი სული აქვთ, რომ მთელი კაცობრიობა მათ LGBT დღის წესრიგს შეუერთდეს. ამჯერად ტრანსების უფლებების სადარაჯოზე ქალად გადაკეთებული მამაკაცი და მსახიობი შანელ სტიუარტი გამოვიდა. 18 წლის ტრანსგენდერი ანიმაციაში გამხმოვანებლად მაინც დატოვეს, თუმცა ახლა ის LGBT პერსონაჟის ნაცვლად 14 წლის ჯანმრთელ გოგონას გაახმოვანებს.
როდესაც დისნეიდან ორშაბათ საღამოს დედას დაურეკეს და სცენარის ცვლილება შეატყობინეს, მე ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. როდესაც ეს როლი მომანიჭეს, მე ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემს გამოცდილებას სხვა ახალგაზრდა ტრანსგენდერებს მათი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით გაუზიარებდი. ვიცოდი, რომ ტრანს ისტორიები ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი იქნებოდა ყველასთვის. ისინი იმსახურებენ იმას, რომ მათი ესმოდეთ. თუმცა ცხადია, რომ რაც უფრო ახლოვდება ტრამპის ინაუგურაცია, ამერიკაში ტრანსებისთვის და მათი LGBT ლობისტებისთვის ბევრი რამ იცვლება. ცვლილებების სიოკი მათ სასარგებლოდ ნამდვილად არ უბერავს, რადგან ვინ წარმოიდგენდა, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამერიკის გასართობ ინდუსტრიაში LGBT დღის წესრიგზე და მის პროპაგანდაზე ასე მოულოდნელად უარს იტყოდა. ასევე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ანიმაციურმა სტუდიამ სერიალში გამარჯვება ან დამარცხება ურსის ცვლილების შესახებ მითითებები რამდენიმე თვის წინ მიიღო. თვეების წინ თავად დისნეის გენერალური დირექტორი ბობ აიგერიც გამოთქვამდა სურვილს, რომ კომპანიამ თავი უნდა აარიდოს თემებს, რომლებიც შეიძლება პოლიტიკურად აღიქმებოდეს. ასე რომ გასართობ გადაცემებზე გათვლილი კომპანიის მხრიდან კონკრეტული შეტყობინებების გავრცელება მათი პრეროგატივა არ იყო. დირექციის ეს განცხადება დიდი ალბათობით სწორედ LGBT რელსებიდან გადახვევას და გარყვნილების ტირაჟირების აკრძალვას ემსახურებოდა. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიიდან კონსერვატიულ რელსებზე გადახტომა ასეთი ტემპებით თუ გაგრძელდა ერთ თვეში, სანამ ტრამპი ოფიციალურად გახდება პრეზიდენტი, LGBT ორგანიზაციები, ტრანსგენდერული ფონდები და მათი დამფინანსებელი ოლიგარქიული ოჯახები სერიოზულად შეთხელდებიან და დასუსტდებიან. ეს კი ლიბერალიზმის დროშებს არა მარტო ამერიკაში, მთელ მსოფლიოში დახევს. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. პროგრესულ დასავლეთში ანტი-LGBT ტენდენციების გავრცელება ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, არაა შორს ის დღე, როცა LGBT გარყვნილების ამკრძალავი კანონის მიღებისთვის ქართველებს კი არ დაგვასანქცირებენ. პირიქით, მადლობას გვეტყვიან. დროებით.